ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას. ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფარდს სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ხნის განმავლობაში მისი ექსტრადიციის საკითხი მოგვარდება. პატიმრობა ბრალდების მხარე მოითხოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პოზიცია დაცვამაც გაიზიარა და ბრალდებულიც დაეთანხმა. დღესვე ჯეკ შეფარდმა სასამართლოს სიტყვით მიმართა. ლევან კვატაშიძე გვეტყვის ახლა პროცესის დეტალებს. ლევან, რა თქვა ბრალდებულმა? სასამართლო პროცესზე ჯეკ შეპარდმა განაცხადა, რომ შარლოტა ბრაუნის გარდაცვალების შემდეგ მის ცხოვრებაში დაიწყო განსაკუთრებით მძიმე პერიოდი, რადგან აღმოაჩინა, რომ ბოლო წლებში მას ჰქონდა დეპრესიული განწყობა და სუიციდისკენ მიდრეკილება. სავარაუდოდ, როგორც თვითონ ამბობს, სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ რამდენიმე დღის წინ მას მიემართა პოლიციისთვის და ჩაბარებოდა, რადგან, როგორც აღნიშნა, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან გასცეს ყველა კითხვა სამომწურავი პასუხი, რომელიც არსებობდა და არსებობს დღესაც, როგორც ოჯახის, ასევე გამოძიების მხრიდან. დღეს შეპარდმა სიტყვით გამოსვლა ასევე გამოიყენა იმისთვისაც, რომ მიემართა ბრიტანული სასამართლოსთვის და ასევე შარლოტა ბრაუნის ოჯახისთვის, როგორც მან აღნიშნა, ის წუხს, რადგან არ მიეცა საშუალება მომხდარის შემდეგ ბრაუნების ოჯახს პირადად შეხვედრო და გამოეთქვა მწუხარება და აეხსნა ოჯახისთვის, თუ რას ნიშნავს პირადად მისთვის შარლოტა ბრაუნის გარდაცვალება. ღიარ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე და რა გავლენა ჰქონდა ამას მის ოჯახზე. ამ შემთხვევის შემდეგ მე ხშირად ფიქრობდი სუიციდზე და მქონდა დეპრესიული განწყობა. ამიტომაც ვერ ვახერხებდი ამაზე საუბარს. მე წუხა, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა სასამართლოს გადაწყვეტილების პერიოდში. ვისურვებდი, რომ ამეხსნა შარლოტას ოჯახის წევრებისთვის, თუ როგორ განვიცდი და ვწუხარ მათი ტკივილის გამო. იმიტომაც ჩავბარდი, რომ გაირკვეს ამ საშინელი შემთხვევის შესახებ სიმართლე. დღეს საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ჯეკ შეპარდისთვის საექსტრადიციო პატიმრობის საკითხზე, როგორც უკვე ცნობილია, სახელმწიფო ბრალდებამ პროცესზე მოითხოვა მისი პატიმრობა, რომელიც სრულად იყო გაზიარებული მოსამართლის მხრიდან. საინტერესო არის დაცვის პოზიცია, თუ კი გუშინ ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ისინი მოითხოვდნენ შეპარდი არ დარჩენილიყო პატიმრობაში, სავარაუდოდ მას შემდეგ რაც ხდომაზე მათი დაცვის ქვეშ მყოფმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას პატიმრობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ სწორედ ამის შემდეგ დაცვის პოზიცია შეიცვალა და ისინი ეთანხმნენ ბრალდებას, რაც როგორც უკვე გითხარით, გაზიარებული იყო სრულად მოსამართლის მხრიდან პატიმრობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უკვე ექსტრადირებას, რაც არის მთავარი და საინტერესო პროცესი, ჯერჯერობით ადვოკატები არ არიან ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაზე, თუმცა წინასწარ აცხადებენ, რომ თუ კი უახლოეს პერიოდში ან საერთოდ უკვე მოხდება ჯეკ შეპარდის ექსტრადირება საქართველოსთან დიდ ბრიტანეთში, მის სიცოცხლეს შესაძლოა დაემუქროს საფრთხე და თუ რატომ, ამის არგუმენტად ისინი ასახელებენ იმას, რომ შარლოტა ბრაუნების ოჯახი არის საკმაოდ გავლენიანი დიდ ბრიტანეთში, რაც შესაძლებელია მათი განცხადებით ჯეკ შეპარდის წინააღმდეგ იყოს უარყოფითად გამოყენებული. ბრალდების მხარემ მოითხოვა მისი საექსტრადიციო პატიმრობა. თავად შარდებული სურვილი იყო, რომ დათანხმებოდა ბრალდების მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას, თუმცა იმისათვის, რათა მოხდეს ექსტრადირება, საჭიროა მთელი რიგი დოკუმენტაციების შესწავლა, მთელი რიგი საფრთხეების შესწავლა და თუ ჩვენ დავინახეთ, თუ დაცვამ დავინახეთ და დავასაბუთეთ, რომ მისი ექსტრადიცია ეს შემთხვევაში შესაძლოა მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული საფრთხე, ჩვენ რა თქმა უნდა ექსტრადიციის შუამდგომლობას შევეწინააღმდეგებთ. ცოტა ხნის წინ ჩემი დაცვის ყოფს კონკრეტული პირები დაემუქრნენ ტელეფონზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ის აღმოჩნდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, მას შეექმნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემები. მას აქვს სერიოზული შიში, რომ საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩენის შემთხვევაში ბრიტანეთში გარკვეული პირები მას შეუქმნიან ძალიან დიდ პრობლემას. როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა ჯეკ სებასტიან შეფარდის მიმართ. შემდგომი პროცედურები უკვე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნება გაგრძელებული და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეცნობებით. ამასთან დაკავშირებით ზუსტად იმ სასამართლო განხილვის დროს უნდა ისაუბრონ მხარეებმა და წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტაცია. ისევ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაეცემა თუ არა აღნიშნული პიროვნება ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს. დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ასევე ცნობილი გახდა, რომ შარლოტა ბრაუნის საქმის გარდა ჯეკ შეპარდის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი გამოძიება. საუბარი არის მისი მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე ბრიტანეთის მოქალაქესთან დაკავშირებით, რადგან შეპარდი ვერ გამოცხადა სასამართლო პროცესზე, მის წინააღმდეგ დაიწყო ამ საქმესთან დაკავშირებითაც ასევე ძიება და გამოცხადებული იყო ძებნა. ასე რომ ჯეკ შეპარდი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რჩება პატიმრობაში და რჩება ქართული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, ვიდრე არ დასრულდება საბოლოოდ ექსტრადიციის პროცესი.